წავიკითხავ მოდი გაზეთთან ნაწყვეტს. ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ისეთი როგორიც არიან თერგის შარმანაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი მაშინ ზვიად გამსახურდიას ესეთ რაღაც წერდნენ. ბრალს გდებთ საქართველოს ღალატში 91 წლის 26 მაისის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღე 86% იყო ზვიად გამსახურდიან არჩევნებში. და მერე უკვე იყო წერილი რომ ბრალს გდებთ საქართველოს ღალატში იმ შემთხვევაში თუ თქვენ ბატონო ბრჭყალებში პრეზიდენტო არიზამთ მოკლედ იმასაც ჩვენ გეუბნებით არ გადადგებით არ წახვალთ საქართველოსდან და ასე შემდეგ და შემდეგ ვინც ებრძოდა ზვიად გამსახურდიას მათი უდიდესი ნაწილი ყოველ შემთხვევაში გამონაკლისი არის ამ სიიდან ირინა სარიშვილი რომელიც დღეს ოპოზიციაში არის და ქართულ ოცნებასთან ებრძვის და კავშირში არ არის ფაქტობრივად ყველა ვინც ებრძოდა ზვიად გამსახურდია დღეს მოკალათებული არის ქართულ ოცნებაში და ძალიან კარგი თანამდებობებიც აქვს და რაღაცა კარგად ცხოვრობენ. ის ადამიანები ვინც დაამხეს ეროვნული ხელისუფლება, ვინც ნაციონალური მოძრაობის დროს მედროვე თანამდებობებზე იყო და იყენებდა ყველა იმ, არ ვიცი, ფუფუნებას რაც მოჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტს და არ ვიცი, ქართველი ერის ძარცვასა და გაღატაკებას, ანუ იყენებდნენ აბსოლუტურად ყოველთვის პირველი ხელისუფლების დროს, შევარდნაძის დროს, ნაცების დროს და ახლაც მოკლედ ქვეყანას მართავენ ეს ადამიანები.